ჩვენ სინამდვილეში არსებობენ დიდი ხელოვანები, ამ შემთხვევაში ფოტოგრაფებს გულისხმობ და არსებობენ ძალიან დიდი ჩვენ სინამდვილეში, ჩვენი მასშტაბით და არა მხოლოდ ჩვენი მასშტაბით უდიდესი ხელოვანები, უდიდესი ფოტოგრაფები. აი ასე მაგალითად გოგი საგარელი აზ გარდაცვლილი ჩემი არ მინდა ვთქვა რომ ახლო მეგობარი მეთქი, მაგრამ კარგი ნაცნობი იყო ძალიან დიდი ხელოვანი, ძალიან დიდი ფოტოგრაფი. ძალიან დიდი ფოტოგრაფია ჩემი აზრით ნათელა გრიგალაშვილი. ძალიან დიდი ფოტოგრაფია ჩემი აზრით ირინა აბჟანდაძე. სხვებიც არიან. მე აქ კარის ფოტოგრაფებს არ გულისხმობ და ყველას ვერ ჩამოვასახელებ. კი, კარის ფოტოგრაფებიც საქართველოს ხელისუფლებას რომ ემსახურებიან, ისინიც კარგი ფოტოგრაფები არიან, კარგი ფოტორეპორტიორები არიან, მაგრამ ფოტოხელოვანებზე უფრო საუბრობ, გულახდილად გეტყვით. ასე მაგალითად, დავით ბძინარაშვილი არის ძალიან კარგი ფოტოგრაფი. ის კარის ფოტოგრაფი ხო არ არის ჯერ ერთი, მაგრამ ფოტოხელოვანია, ხო? მასშტაბური კაცია. იურა მეჩითოვი, რო არ ვახსენო, წარმოუდგენელია. ხო, მე რა რომ ის აქციებზე არ დადის, მის და სამწუხაროდ. მას გადაღებული აქვს, არ ვიცი, 10-ობით, ესე ვიტყვი, 10-ობით ან 100-ობით, შეიძლება მეტი 1000-ობით ისტორიული კადრი, რომ არ ახსენო, იურა მეჩითოვი არ შეიძლება. კოტორაშვილი გახსოვთ? კოტორა სპორტული გაზეთების ფოტო კორესპონდენტი, ფოტორეპორტიორი, ხო, დიდი ხელოვანია, რასაკვირველია. აი ამ დიდ ფოტოხელოვანს, სხვების გამორჩა, სხვებიც არიან რასაკვირველია, ბევრი გამორჩა. ამ დიდ ფოტოხელოვანებს შორის არის კიდევ ერთი კაცი, რომელსაც ეგრეთ წოდებული მეტსახელით, უკაცრავად სიტყვისთვის კლიჩკით იცნობენ. არა მხოლოდ მისი პროფესიის წარმომადგენლები, მისივე პროფესიის პირები, არამედ ფართო საზოგადოებაც კლიჩკით იცნობს, მეტსახელით იცნობს. ეს მეტსახელი შემოკლებული მეტსახელია მისი გვარიდან გამომდინარე. და ახლა გეტყვით ვისზე ვლაპარაკობ, ეს არის წიბახა, გურამ წიბახაშვილი. წარმოუდგენელია, თუ ერთხელ მაინც დაინტერესებულ ხარ ფოტოგრაფიით საქართველოში, ფოტოხელოვნებით, ფოტოისტორიით, წარმოუდგენელია ერთხელ მაინც არ გენახოს წიბახას რომელიმე ერთი და მეტი რასაკვირველია ნამუშევარი. და აღფრთოვანებული არ დარჩენილი ხავი. მაგრამ გარდა ყველაფრისა, წიბახა არის ძალიან კარგი მოქალაქეც. მე რახანი არ შემიჭყიტავს მის ვოლზე, გულახდილად გეტყვით, მის კედელზე, Facebook-ზე და ახლა მომიხდა მიზეზთა გამო და გეტყვით რა მიზეზით, შეჭყეტვა და ვნახე ერთი გენიალური კადრი, ნახეთ ასვლა, ესე იგი 4 ნოემბერს, ანუ დღეს 3-ია, ხვალ 19 საათზე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიხსნება მისი გამოფენა სახელად ასვლა და ფოტოსა, ეს პოსტერის ფოტოს გაჩვენებთ. ნახეთ რა სოფლიო მასშტაბის, კვლავ ვიმეორებ, სოფლიო მასშტაბის ფოტოა. გურამი 19 საათზე გარკვეული ალბათობით საკუთარ ამ გამოფენას არა მხოლოდ არამედ შეიძლება ვერც დაესწროს. რა არის მიზეზი? 2 წუთში მოგახსენებთ. მაგრამ მანამდე მისი ეს ფოტო ვნახოთ. გაუმარჯოს, ნახეთ საუკეთესო მოქალაქე როა, რა არის ამის მადასტურებელი. გაუმარჯოს გიორგი ლიფონავას და გიორგი ლიფონავას ფოტო აქვს გადაღებული. მისი ფოტოა მაღალი ალბათობით, კარგი კადრია, სწორი ფოტოა, რასაკვირველია. გაუმარჯოს ზვიად კვარაცხელიას, ანუ მიესალმება ადამიანებს, ვინც დაატუსაღა, დაატყვევა ბიზინა ივანიშვილის რეჟიმმა. გაუმარჯოს ლევან მარგიანს, შემდეგი პოსტი. აი ესე მიხვება და მერე მარინე ჩიტაშვილზე აქ 2024 წლის კადრია, სოლიდარობა და ესეც ძალიან კარგი კადრია, შთამბეჭდავი სახე აქ, ზერა აქვს მარინეს. მერე არის 87 წელს გადაღებული ფოტო, მერე არის გამეორება 2025 9 მაისი, მერე არის არჩია და მერე უკვე 24 წლის კადრი, 24 წლის სტატუსი დაიჭირეს 2 ფოტოგრაფი, ჩემი კოლეგა და მეგობარი ნიკოლოზ თაბუკაშვილიო და დაასახიჩრეს გიორგი გამგებელიო და ასე შემდეგ დაიჭირეს და ასე შემდეგ. მოკლედ, წიბახაზე რატო ვამახვილებ ახლა გურამ წიბახაშვილზე ყურადღებას, არ ვიცი, იცით თუ არა თქვენ, მაგრამ ვალდებული ვარ გითხრათ, რომ ესეთი ამბავია, ჩვენ რომ ვიცოდეთ, გურამ წიბახაშვილის ოჯახის 2 წევრი დაიჭირეს დღეს 2 თუ 3
ბოდიში რო ჩავხედო გურამ წიბახაშვილის ბოდიში ბესო წერს სოლომონაშვილი და ჩავხედავ რომ მე არ შემეშალოს ბესო სოლ კი ბატონო ახსნის ახლა გურამ წიბახაშვილის მთელ ოჯახს მიადგნენ წიბახას მთელ ოჯახს მიადგნენ რობერტ კაპა უზარმაზარი უმასშტაბურესი კაცი უზარმაზ მსოფლიო მნიშვნელობის ფოტოგრაფი ყავთ დასაჭერი კიდევ ხუმრობს ბესო ეს გელაძე არ გაიგოს იმიტომ რომ შეიძლება ქუჩა დაიწყოს კაპას ძებნა აქციაზე მივიდეს და კაპა ხომ არ გინახავთო და მაინც შემოსული იყო წერს ბესო სწორი კარგი უმორია ფოტოებს იღებდა და რა იცით რა გადაიღო და ასე შემდეგ მოკლედ დაიჭირეს დედაჩემი წერს მარიამ წიბახაშვილი ანუ დაიჭირეს გურამ წიბახაშვილის მეუღლე პედაგოგი მანანა ჯავაშვილი ასევე დაბარებული არიან გურამ წიბახაშვილის ორი სხვა შვილი ესე იგი გიგა წიბახაშვილი და ლადო წიბახაშვილი ასევე დეიდაჩემი ეკანო ქალბატონი მანანას და ეკა ჯავაშვილი როგორც მევხვდებით ფაქტიურად ამოისუნთქა ქვეყანამ ყველა კრიმინალია დაჭერილიო ამბობს ამას მარიამ წიბახაშვილი ეს არის კიდევ ერთი მადასტურებელი რეპრესიული მანქანის გაძლიერებისა უკვე აღარ დარჩა მე მგონი პროფესია თუ ქართული ოცნების წევრი არ ახარ და ნინო წილოსანი არ ხარ ნინო წილოსანს არ გეძახიან უბანში ხო ან პროპაგანდისტი არ ახარ აი რაღაც შალვა რამიშვილი თუ ლაშა ნაცრიშვილი ან მიღაც ტიპები მოკლედ თუ არ ახარ მიტენილი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან აუცილებლად მოგადგებიან მეთქი და ეს ადამიანი კონკრეტულად გურამის მეუღლე დაიჭირეს იმის გამო რომ აქციაზე იყო მე ერთი პოსტი კი არა ერთი სიტყვები მომეწონა გურამ წიბახაშვილისა ინტერვიუ მიცემული იან თაძისათვის რამდენიმე ხნის წინ მოდი ასე ვიტყვი წლის წინ ნახევრის წინ ალბათ აღარ მახსოვს ძალიან მნიშვნელოვანია ნახეთ რას ამბობს გურამი ადამიანი დააჯერო რომ მისი მტერი არ ხარ და რომ ის რასაც თავაზობ მას ზიანს არ მოუტანს არაჩვეულებრივი მოსაზრებაა ეს პორტრეტსაც ეხება პორტრეტი მოგეხსენებათ ამბობს გურამი მარტო სახე არ არის ბევრი სხვა რამ არის ბევრი სხვა რამეა და ძალიან რთულია პორტრეტის გადაღება ეს მართლაც ასეა ესე ჩაჩხაკუნება არ არის პორტრეტი იქ მე როგორც ხვდები იქ უნდა დაიჭირო ხასიათი იქ უნდა დაიჭირო მზერა იქ უნდა დაიჭირო შუქი იქ უნდა დაიჭირო ჭრდილი იქ უნდა დაიჭირო კუთხე იქ უნდა დაიჭირო ადამიანის სახის სულის კვეთება იქ უნდა დაიჭირო ნაკუთი იქ უნდა დაიჭირო გამომეტყველება იქ უნდა დაიჭირო ემოცია ხო სულის კვეთება და მე კიდევ კარგად ვერ ხსნი რა საკვირველია ფოტოხელოვანები და ხელოვანები გაცილებით უკეთ ახსნიან ამას ძალიან რთულია პორტრეტის გადაღება, იმიტომ რომ ყველა ადამიანს უნდა კარგად გამოიყურებოდეს. ხო ესეა, კამერის წინ ადამიანები იძაბებიან და როგორც წესი ადამიანს საკუთარი თავი წარმოუდგენია სხვანაირი, ვიდრე ფოტოზე ჩანს, მე მგონია, ყველას მგონია ეს კამერა რომ იყურებს, ახლა ეს კამერა მე სხვა ამას ვნახავ ამ ჩანაწერს. მე მგონია რომ სხვაგვარად ვლაპარაკობ, მიუხედავად იმისა, რომ სელფ კამერაა და მე ახლა ვუყურებ საკუთარ თავს, მე მგონია რომ სხვაგვარად ვლაპარაკობ, სხვაგვარი იერი მაქვს და უკვე, როდესაც გამოვთავ და ამ ჩანაწერს ვნახავ, აღმოვაჩენ რომ აი სადღაც არ ვიცი, სადღაც მაქვს თმა, მაგრამ აი აქ წაზრდილით მამაკ ასე მაგალითად. ან უკეთ შეიძლებოდა ესე უნდა მოვტრიალებულიყო აბიჯა თქვა და ასე შემდეგ. არ მომეწონება საკუთარი თუ მაინც და მაინც ამას ვაქცევ ყურადღებას თქვენ წარმოგიდგენიათ ფოტოკადრი როცა ან ფოტოკადრი როგორც დადგმული როცა უყურებ შენ კამერას როცა ფოტოგრაფი კარნახობს რა ფოტოხელოვანი კარნახობს და გურამ წიფახაშვილი აქ გითხარით არის დიდთა შორის დიდი ჩვენ გვყავს მართლა ძალიან დიდი ფოტოხელოვანები მე დავასახელე რამდენიმე მათგანი არ მომერიდება გოგი ცაგარელზე აღარაფერს ვიტყვი იმიტომ რომ ის უმასშტაბურესი კაცი იყო ცოცხალთაგან გამოგილებათ იმისა ვის რა პოლიტიკური პოზიცია აქვს უხარ ერთზე მინიმუმ ამის გამო, მაგრამ რას ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ფოტოხელოვანი და დიდი ფოტოხელოვანი არ არის, ესე იგი წიბახაზე ვლაპარაკობ, დათოზე ვლაპარაკობ, რასაკვირველია, ზინარაშვილზე ასევე ვლაპარაკობ. იურაზე მეჩითოვზე, ასევე ვლაპარაკობ კოტორაზე, რასაკვირველია.
ოტორაშვილზე ასევე ვილაპარაკობ ნათელა გეგალაშვილზე, ირინა აბჟანდაძეზე და სხვებზე, რასაკვირველია, რომ აი ახლად შემოსულები ამ სივრცეში ხომ მე ბევრს სამწუხაროდ არც ვიცნობ და გულახდილად გეტყვით, ბევრის გვარი და სახელი არ მახსენდება და ვუბოდი შეფუკლებლივ ყველას, ვინც ვერ მოვახვედრე ამ რაღაც თანავარსკვლავედში ქართული ფოტო ხელოვანებისა და გურამი კიდე აი ამათ შორის კიდე გამორჩეულია, მეთქი ასე ვიტყვი, მოკლედ ძალიან მასშტაბური კაცია. რომ ყველა ადამიანს უნდა გამოიყურებოდეს გაჩერებულ კადრში, თან როგორც წესი ადამიანს საკუთარი თავი წარმოუდგენია სხვაგვარი, სხვანაირი, ვიდრე ფოტოზე ჩანს, ამიტომ ყველა ყოველთვის იძაბება, ეს დაძაბულობა რომ მოხსნა, ჯობია იცნობდე ადამიანს, ვისაც იღებ და იცოდე რაზე უნდა ელაპარაკო, მაგრამ არსებობს გურამი არ მეთანხმება კი არ შესაძლოა დამეთანხმოს, კიდეც არსებობს სპონტანური კადრი. კადრი, როდესაც აი ესე აქციაზე ხარ ასე მაგალითად და იღებ, აი იურამ რო გადაიღო, მეჩთომა ის ისტორიული კადრი 9 აპრილის გმირი ქალისა, რომელსაც ეს დროშა უჭირავს, ხო? ან შეხტა მაგალითად ან ფარაჯანოვის კადრი, როცა ფარაჯანოვი შეხტა, ხო და შემხტარია ჰაერში აწეული, ხო, ეს დიდი კინო ხელოვანი კაცი, ეს მაინც სპონტანო, ეს არ იყო ეგრეთ წოდებული რუსულად ვიტყვი, ხო, ან ქართულად ჯობია დადგმული კადრი, ხო არ იყო და ეხლა ფარაჯანოვს რო ახტი მაინც და მაინც და გადამდედაც მახსოვს ესე, ამდენად ვიცი ესე. ხო? და კარგია ეს რასაკვირველია. და ესეთი კადრებიც არსებობს. სპონტანური კადრის დროს ადამიანი იძაბება რასაკვირველია მაინც, მაგრამ პორტრეტი ვერ ელაპარაკები ამგვარ ადამიანებს. და პორტრეტი არის, როდესაც საკუთარ სულში ჩაახედებ. აი პორტრეტი ადამიანებისა, რომლებიც ახლა არიან ჯოჯოხეთის მხარეს, ანუ რუსეთის მხარეს, ანუ რუსეთის მსახურთა მხარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილის მხარეს, ანუ ამ რეჟიმის მხარეს და ასე შემდეგ, პორტრეტი არის ერთგვარი ანარეკლი ან სარკე, თუ გდებავთ ასე ვიტყვი, სადაც რაშიც უნდა ჩაახედო. არა, მარტო იმას არ გულისხმობ, რომ რაღაცა ნახატი, რაღაცა ფოტოსურათია და ისინი უყურებენ. ამ სურათს მიღმა რა არის? როგორი თვალი აქვს პოლიციელებს და როგორი თვალები აქვთ იცით პოლიციელებს და ამ რეჟიმის წარმომადგენლებს, დეპუტატებს, პოლიციელებს, მინისტრებს, პროპაგანდისტებს და ასე შემდეგ გაყინული თვალები აქვთ. ისინი მათ თვალებში ისინი არ არიან ემპათია განსჭვალულები, ემპათია არ აქვს საერთოდ, თანაგრძნობით განსჭვალულები არ არიან. ისინი გაყინული მზეით გიყურებენ. რატომ? მე ამაზე არა მარტო ვიფიქრე, არამედ ვესაუბრე კიდეც პირებს, რომლებმაც იციან ამ ყველაფრის თაობას. ემპათია დაცლილები არიან და რატომ? და ჩვენ სულ მუდმივად ვამუნათებთ ხშირად ბევრი ჩვენგანი მეც, მათ შორის რომ აი ამოგივიდა ჩემო სოფიკო, ჩემო ნინო, ჩემო ირაკლი, ჩემო ლევან, ჩემო და ასე შემდეგ და მოიღეთ ხმა, ნუ თუ არ გეცოდებათ ქალბატონი აზა, ნუ თუ არ გეცოდებათ ზვიად რატიანი, ნუ არ გეცოდებათ ეს მხატვარი, ის ექიმი, ის ჟურნალისტი, ის მწერალი და ასე შემდეგ, ნუ თუ თქვენში არ არის ემპათიის განცდა, თუ ემპათიის გრძნობა, თანალმობის, თანაგრძნობის, თანასიყვარულის, ქრისტე, რომელზეც ესე ხშირად აპელირებთ ხოლმე, ნუ თუ ქრისტე გაქრა თქვენში. და მე ხო გადავედი გურამზე იქ ვილაპარაკე, მაგრამ აი სწორედ უფრო განვაზოგადებ თემას, ხო? გაქრა, დიახ ბატონებო. უფრო ზუსტი რომ ვიყო ქრისტე, უფრო გავამარტივოთ თუ დებოთ, განვავცოთ ერთის მხრივ და განვამარტივოთ მეორედ. სიყვარული როგორც ასეთი მათში გაქრაც არასწორი სიტყვა, გააქრო ბიძინა ივანიშვილმა. უკლებლივ ყველას, ვინცაც ემპათია არ აქვს ამ ჩვენი საზოგადოების, ამ საზოგადოების მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა გაუქრო ეს ემპათიის გრძნობა. თითოეულ მათგანს მიაჩნია, რომ ჩვენ ვართ ქვეყნის, მათეული გაგებით ქვეყნის მტრები, როგორიც უნდა იყოს ეს ქვეყანა, მათეული გაგებით იმ ქვეყნის მტრები და ასევე გაგიკვირდებათ და მტრები მათი. ჩვენ ვურებთ ქვეყანას, ჩვენ ვანგრევთ ამ ქვეყანას. ზუსტად ისე, ასე გეტყვით, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი ანგრევენ ქვეყანას და ისინი ანგრევენ ქვეყანას, ცხადია, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ან ბანდიტურ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გულისხმობ, ზუსტად ასევე ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს, რიგით ქოცებს, ამომრჩევლებს, რომლებსაც ემპათიას ვთხოვთ და ამოიღე ხმა, ამ მნიშვნელობა აქვს. თემურ მივმართავთ, ხო? თემური ხმას არ ამოიღებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი აზროვნება
თუ თვალსაწიერი აქვს ვიწრო, მოდი ასე ვიტყვი, იწრო, ხო? სუხაროდ ასე მოხდა. მაგრამ ახლა კონკრეტულ ადამიანებზე არ ვლაპარაკობ, ხოლმე ხას უსვარ, ეს პირობითად ვასახელებ, ეხლა მე სახელებს, ხო? და ერთ-ერთი ეს თემური ვინმე იმათ მხარეს ყოფი თემური არ გამოიხედება თვალში. ვიწრო აზროვნება აქვს, ვიწრო თვალსაწიერი აქვს, იწრო. და მეორე მას ამ თემურს ჩაუბეჭდა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მე ირაკლი ან მე რაღაცა ამიშვილება მიხეილი, ხო? მე სააკაშვილი ვარეგონოს თუ გნებავთ სხვაზე ვიტყვი, სხვა სახელს დავასახელებ, ვანგრებთ ამ ქვეყანას, მის უფროს უსტილო ვიყო, მის კომფორტს ვარღვევთ, ვანგრებთ რუსთაველზე დგომით, მას უნდა რომ ოპერიდან, ავიცი, ლეონიდის ქუჩის კუთხემდე მივიდეს ფეხით, არ ვიცი, იქ რაღაც კაფეა, ხო, ტაბიზის ქუჩაზე მივიდეს ფეხით, დალიოს ყავა და რუსთაველის გამზირზე თუ გამოივლის, იქ დახვდება მისი აზრით ცუდი ტიპების ერთობა, რომლებიც ხვირიან რაღაცას, რომ აი ეს არის რუსეთი, ბიძინა არის საშინელი და არ მიიჩნევს ამ ბიძინას საშინლად და ამიტომ ეს ემპათია ჩვენს მიმართაც არ აქვს, მას ურჩევნია, რომ ჩვენ ბიძინამ გაგჭყლიტოს, გაგსრისოს, რომ თვითონ დამშვიდდეს. და მე ენა გამოგვიყოს სხვათა შორის და გითხრას, რომ აი ხო გეუბნებოდით, რომ არ ღირდა ბიძინას წინააღმდეგ წასვლა. უკრაინელებსაც ესე არ ელაპარაკებიან, ესე არ ფიქრობენ უკრაინელებზე, რას იბძვით რუსეთის წინააღმდეგ, ის ხომ ვეებაა და გაგჭყლეთ. ამიტომ დანებდით და ჩვენ ვართ უკრაინელები მათთვის, რუსთაველზე გამოსული ქართველები არიან ძლიერის წინააღმდეგ წასული, დათვის წინააღმდეგ წასული, დათვის რომელიც დაქტორავს იმის წინააღმდეგ წასული ქართველები, უკრაინელები, რა მნიშვნელობა აქვს, ანუ ადამიანები, რომლებიც პროტესტში არიან და რომლებიც ეწინააღმდეგ კედელს ასკდებიან. ბიძინა ამასაც ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, აღარ მახსოვს ვისთან, რომ თავს იხეთქავთო, იმიტომ რომ ეს კედელი არ გაიბზარებაო, მას არ გსმენია, რომ შეძახილმა ხე გაახმო და ასე შემდეგ. ანტაზები აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არ წაუკითხავს ვაჟა-ფშაველა, მე რამდენჯერ ვახსენებ, თემს რაც წადიან, იმას იქმს თავის თემობის წესით და არ არის ყოველთვის ასე, იმიტომ რომ თემი ყოველთვის ვერ იქმს იმას, რაც წადია მის წინააღმდეგ წასვლა და რევოლუციური სხივის შემოტანა ქართულ საზოგადოებაში, ამ შემთხვევაში საზოგადოებაში ზოგადად, გარდაულა და აუცილებელია იმისთვის, რომ ამ რევოლუციურმა იდეებმა გაიმარჯვოს თუნდაც წლების შემდეგ. მე მგონი, კარგად ხსნი გურამი, დაუბრუნდეთ ერთ წუთს გურამ წიბახაშვილს, ხო, თავისი სამოქალაქო პოზიციით არის ძალიან დიდი ხელოვანი, ხო არის, მაგრამ სამოქალაქო პოზიციითაც ის არის რევოლუციონერი კაცი, რომელსაც ეს სხივი შემოაქვს და აკი დაუპატიმრეს. მე მეუღლე აღალი ალბათობით, ან გარკვეული ალბათობით დაუპატიმრებენ შვილებსაც და აი ესე რეპრესიებში მოაქციეს და განამხოლოდ ის უბრალოდ ახლა მე მას გამოვეკომაგე, მას წიბახას ყველასთვის, ვინცაც ჩაულია ხელოვნებასთან და არა ფოტოხელოვნებასთან, მათ შორის იმ ფოტორეპორტიორებსაც, რომლებიც მაკა ბოჭორიშვილს აჩხაკუნებენ ეხლა და მაკა ბოჭორიშვილის პოზებს აქცევენ ყურადღებას, პროტოკოლურ პოზებზე ვლაპარაკობ, რასაკვირველია, და იერზე და ასე შემდეგ და მე ამუშავებენ ფოტოშოპში ნინო იაწილოზან, აი მათაც კი შესანიშნავად იციან ვინ არის წიბახა და რატომ არ იღებენ ისინი ხმას, იმიტომ რომ 3700 ლარი აქვს თუ 4900, ეს ერთი ამბავია, მაგრამ გარდა ამისა, იმიტომ რომ წიბახამ და არღვია კომფორტი, იურა შედგინდა კითხო და მოგმართო, შენ ხომ იცი რომ წიბახამ და არღვია კომფორტი და შენ ხომ შეგიძლია განსხვავებული აზრები ჩვენ გქონდა, გვაქვს და გვექნება, მაგრამ შენ ხომ იცი რომ შენ თუ ვინმეს აქვს აი ამ მაღალი მასშტაბის და მე არავითარ შემთხვევაში რა უფლება მაქვს ასე ვლაპარაკობ, ხო? შენ ხომ იცი რომ წიბახამ დაარღვია კომფორტი ბიძინა ივანიშვილისა და შენ ისიც ხომ იცი რომ წესით შენ უნდა ამოგე ხოხმა, შენ უნდა ყოფილიყავი რუსთაველზე, მიუხედავად შენი, მე არაერთხელ მithქვამს პირადად ჩემთვისაც მარგინალური, ჩემი გაგებით ობიექტურადაც მარგინალური აზრებისა, შენში უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ეს ემპათია ახლა მაინც წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხნო, თქვენ ემსგავსებით გიბოდიშებთ ცხადია, მაგრამ ჯალათებს თქვენ ხართ თქვენი დუმილით თანამონაწილეები, ოღონდ მე არ გამუნათებთ, მე უფლება არ მაქვს და გამუნათოთ არავითარ შემთხვევაში, საერთოდ დამუნათების ისტერიკა ან დამუნათების პოლიტიკა
კონტრპროდუქტიულიც არის, არ იწვევს იმ შედეგს, რაზეც გათვლილი გაქვს ეს. ეხლა დამონათება თვითმიზანი ხო არ არის, აზეც გათვლილი გაქვს ეს დამონათება. ეს დამონათების პოლიტიკა ამას იწვევს საწინააღმდეგო შედეგს. იწვევს მეთქი. ეხლა წიბახაზე, იურაზე სხვებზე და იმაზე რომ არ ვილაპარაკოთ, ახლა ისევ დაუბრუნდეთ იმას მაშ. რა არის საფუძველთა საფუძველი? ის არის, მათი არაემპათიურობისა არის, რომ მათ ეზიზღებათ საქართველო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ და საქართველო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, არა მარტო ფერადია და სავლურია და ასე შემდეგ და საქართველო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, არ არის მათთვის ხელსაყრელი და მისაღები, იმიტომ რომ ისინი ვერ გრძნობენ თავს ისე კმაყოფილად საკუთარ თავს. იმ საქართველოში, მომავალ საქართველოში, როგორც საქართველოშიც ისინი გრძნობენ თავს კმაყოფილად ახლა კეთილდღეობას იმ საქართველოში ისინი არ ვერ მიაღწევენ. ხო, ვერ იქნებიან ისეთი ძლიერები, როგორიც არიან ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ საქართველოში. აიმიტომ კი არა, რომ ბევრი ფული აქვს, ბევრი ფული არც აქვს, მაგრამ აი მომავალ საქართველოში, ხო, მარტო ფულზეც არ არის. მათი ძალაუფლება, მათი თანამოაზრეების ძალაუფლება არ იქნება განვრცობილი, ან არ იქნება რაღაც ისეთი რეალური ძალაუფლება, ძალაუფლების კვერთხი მათ თანამოაზრეებს აღარ ექნებათ, ეს შესანიშნავად იციან და კი ამიტომაც თორე აეწინააღმდეგებიან და ეწინააღმდეგებიან ამ პროცესს და არ აქვს ხსენებული ემპათია ჩაძაღლდეს რუსთაველზე. ყოფიო, უნდაც კი ჩემი ჩემი კომფორტი არ იყოს დარღვეული, ასე ფიქრობს რიგითი ვინმე პირი, რომელიც ასე მაგალითად, რა ვიცი, და დავასახელო, მერიაში ასე მაგალითად მუშაობს, ან მერიაში არ მუშაობს და მუშაობს, რა ვიცი, მთავრობაში, ან რაღაც რომელიმე სიფში, ან აიფში თუ რაღაც ჭანდაბაში. ხო, და კმაყოფაზეა ხელისუფლებად წოდებული ბანდის, შესანიშნავად იცის პირველ მათგანმა რა სიავეებიც ხდება იმ აიფში, პირობ თუ სიფში, ხო, იმ უწყებაში, მაგრამ უნდა გაჩუნდეს, იმიტომ ხო და არ გამოვა ესე, ჩახედეთ საკუთარ პორტრეტებს, დახედეთ საკუთარ პორტრეტებს და საკუთარ პორტრეტებს დახედეთ მე ხა კიდე გამომდის რომ ვაბუნათებ, არ გამონათებ. ისტორიული პერსპექტივიდან გადმოხედეთ საკუთარ თავს. და ესე თქვით, ბუდმივობიდან გამომდინარე, ხო, რა სიტყვის, აი თქვენ შვილიშვილს, თქვენ ქვიათ მაგალითად ვასილი. თქვენი შვილიშვილსაც დაარქმევენ ვასილს. და აი ეს ვასილი 2107 წელს რო დაიბადება თუ 2125 წელს რო დაიბადება 1 საუკუნის თავზე ნოემბრის 3-ში, ის ვასილი რა სიტყვის თქვენზე, ვასილი გიორგი, დავითი, ირაკლი, ლევანი, პეტრე, პავლე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის სიტყვის, რომ ცუდი სიტყვები მადგება ეხა ენაზე, ის სიტყვის, რომ ბაბუა ჩემის ბაბუა ფურთხის ღირსი ყოფილაო. ეს არის ეს. გურამ წიბახაშვილს გაუმარჯოს. სათაური ეს იქნება, არ ვიცი, მაგრამ გურამ წიბახაშვილი რო იქნება ხსენებული სათაურში, ეს ნამდვილად ვიცი. ნახვამდის.